რატომ არ უნდა გააუქმდეს თვითმმართველ ქალაქებს სტატუსი? არასამთავრობო სექტორს 5 არგუმენტი აქვს. პირველი, ხარჯებს შეეხება და ორგანიზაციების გამოთვლით დაგეგმილი რეფორმის შედეგად არა 40 მილიონი ლარი, არამედ გაცილებით ცოტა 5 მილიონი ლარი დაიზოგება. ამასთან სპეციალისტების შეფასებით 2014 წლის შემდეგ რეგიონებში სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია. დასტურად მათ ევროპული კვლევები მოყავთ. არასამთავრობო სექტორი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ერთი იმ 5 არგუმენტიდან, რომელიც იყო გავრცელებული სამინისტროს მხრიდან, არ არის ახლოს რეალობასთან. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ გამოიწვევს 40 მილიონით საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმება, არამედ მხოლოდ დაახლოებით 5,5 მილიონით შეამცირებს ხარჯებს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი ის თანამშრომელი, რომელიც ახლა მუშაობს ამ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციაში, აღარ იქნება თანამდებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ყავდეს მერი და მუნიციპალიტეტს ყავდეს გამგებელი. თუ ეს ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდება, რა თქმა უნდა, მერებს ქალაქები ვერ აირჩევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი, ქალაქის წარმომადგენელი საკრებულოში იქნება მხოლოდ ერთი ადამიანი გაერთიანების შემდეგ და დღეს 15 წევრი ყავს ქალაქ საკრებულოში. შესაბამისად, თანამონაწილეობა, დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება. არაფერს გაუქმებას არ ვაპირებთ. ჩვენ საუბრობთ ოპტიმიზაციებზე, მსჯელობთ ამ მიმართულებით, არაფრის გაუქმებას, უკან დაბრუნებას, ხელების ამოგრეხვას არავის არ უყურებს. ჩვენ ყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი. მარტო მენეჯმენტის პრობლემა, ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და ამ მმართველობას, თუ ერთი ადამიანი მართავს, ზუგდიდში ერთი ადამიანი რატო ვერ გააკეთებს იგივე მმართველობას? ერთი და იგივე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგეობაც.